Რაღაცა დაავადებული, ავადმყოფი, ანგიჟია, ან ვიღაცა არის. შუქს აანთებს, ჩაქრობს, აანთებს, ჩაანთობს, ააგრებს შუქს, ჩაქრობს. აი რა სიამოვნებს. ესა ღამის 3 საათს ეხლა როგორია რომ ვიღაცაც გხედავს ტელეფონითაც დადეს თუ არაფერს არ აშავებს უბრალოდ გვაშინებს და უკვე სტრესები გვაქვს ხალხსა ისეთი რომ ჩქარე ვის ურამში მოკვდებით და ვინ არ ვიცი ხაშურელებს უკვე ერთი თვია დაუპატიჟებელი სტუმარი შეეჩვია ჭალის უბანში მცხოვრებლები ამბობენ რომ შებინდებიცა სახლებში უცნობი მამაკაცი დადის ღამეები არ აგძინავს სულ ყარაულობ რომ აი ახლა დაგვესხმევა თავზე აი ახლა დაგვესხმევა თავზე ვერავინ ვერ დაიჭირა ვინ არის აი უჩინარია ვინ არის არ ვიცი რასაშავებს ხოლმე რასაშავებს გვაშინებს ზოგჯერ დაუჯერებელიც კი გონიათ ისეთ რამეებს აკეთებს ჩემი ფეხი ჩემი თვალით დავინახე მე და მეზობლის ქალი ვიჯექით საზღვარზე სკამეიკა გვაქვს გაკეთებული ღამე იყო პატრული მორიგეობდა და ჩვენი უბნის ახალგაზრდებიც მორიგეობდნენ და თუ გავიგონე რომ გადმოხდა შიში ვართ ეხლა ფაქტიურად აი უბანში კი არა დასახლებაში ვერ ნახავ ადამიანს რომ ღამე 6 საათის მერე კარში ვერ გამოდის ბავშვია თუ ქალია თუ დიდია თუ პატარა ყველას შეწწუნებულები ვართ ეხლა არასასიამოვნო შეგრძნებაა რა თქმა უნდა რომ შენეზოში ვიღაცა გადაირბენს დაინახავ და ხედავ ეძებს პატრული ეძებს მოსახლეობა ეძებს და ფაქტიურად ვერავის ვერ ხედავ ხაშურელი მანიაკი ასე მოიხსენიებენ უცნობ მამაკაცს რომელიც ჭალის უბნელებთან მოულოდნელად საღამოს 8 საათის შემდეგ მიდის ბერიძეების ოჯახში მაღალი თხელიტანის მამაკაცი დაახლოებით ღამის 11 საათზე გამოჩნდა როდესაც გამოვედი ბოსლიდან დავინახე რომ მიდგა და სიგარეტს ეწეოდა სხვა არ განძრეულა საერთოდ ვიყვირე მაგრამ არ განძრეულა როცა გამოვედი მე გადახტა და წავიდა ანუ რაღაცა პერიოდი ხვიროდით შველას ითხოვდით მაგრამ ეს არ მიდიოდა არა არ განძრეულა საერთოდ იდგა და სიგარეტს წევდა დაინახა ვიღაცამ ხო დაიყვირებს ხო დაიყვირებს იმ წუთში გავიქცევით ეს ამოდელა ხალხი ჩავდგებით კრუგში ეს პატრული ეს ყველაფერი ვერაფერით ვერ ვიჭერთ ამ ადამიანს სად ქრება სად მიდის ვერ გავიგეთ არ ვიცით რა ხდება მე არ ვიცი 81 წლის მამაკაცთან ხაშურელი მანიაკი სტუმრად ღამის 2 საათზე მივიდა რაულ ბლიაზე ყვება რომ სახლში ელექტრონატურა რამდენჯერმე ჩაქრა მოგვიანებით კი სახლის ალაყაფის კარიდან თხელიტანის მამაკაცი გავიდა კიდე გამოვედი, კიდე შუქია ანთიდი. მე ვთქიათო როგორ ახლა შუქი როგორ თავისი ითება, როგორ ითება, გავბრაზი. შეუბრუნდი ისე ჩავაქრე, შეუბრუნდი გამოვედი ერთი რომელდენიმე ხრის შემდეგ ისე ანთიდია შუქი. ვინ ახარ ბოდიში თქვენთან, თქვენი შენი დედა, შენი ასე ვინ მოტალებს? შევაგინე და ეს კარები გაირახუნა. დაიგეთა ეს კარი თუ გააღო არ ახლა არ გამოსულა სწორი გითხრა მოხუცი კაცი ვარ და ვერ ხედავ რომ გამოსულიყავ და ისე ჩქარა არ მოვტევოდი ან დამენახა ვიღაცა იყო და გუშინ უცნობი მამაკაცი შუახნის ქალბატონს აბაზანაში ბანაობის დროს შეუვარდა მოგვიანებით დაზარალებული ღუდუშაურის საავადმყოფოში შოკურ მდგომარეობაში მიიყვანეს ქალბატონს ვინაობის გამხელა არ სურს ადგილობრივები ყვებიან რომ ერთადერთი რასაც ეგრეთ წოდებული მანიაკის სტუმრობის შემდეგ სახლიდან იპარავს ქალის ნახმარი თეთრეულია უცნობი მამაკაცი ბოლოს ამ ეზოში ნახეს ოჯახის დიასახლის ყვება რომ დღეს დაახლოებით დილის 9 საათზე დაუპატიჟებელმა სტუმარმა თოქზე გაფენილი სარეცხი მოიპარა და გაიქცა უცნობი წყლოვანების და დაუზუსტებელი გარეგნობის მამაკაცს ადგილობრივი პოლიცია უკვე ერთი თვეა ეძებს გონია კარებს გავაღებთ აგერ აქედან მოგვეჩვენება შევდივართ სახლში ფანჯრიდან არ გადმოვიდეს კარები არ გაგვიღოს და რა ვიცი აი დაძაბულები მთელი დასახლება უცნობ მამაკაცს 1 აგვისტოდან უშედეგოდ ეძებს პოლიცია ჩალაუბნის ცხოვრებლები დახმარებას ადგილობრივი ხელისუფლებისგან ითხოვენ